Турнир по рафтингу среди любителей, в котором участвовали 8 команд, прошел в Буржумском ущелье, в селе Чикахети. Протяженность воды трассы составила 800 метров. В соревновании первое место заняла команда из Аспинзы, второе место заняла команда из Нинасминда и третье место заняла команда из Ахалкалайки. საკმაოდ რთულ მონაკვეთზე ეს არის მესამე კატეგორია, მეოთხე კატეგორიის ელემენტები. ანუ ეს ნიშნავს, რომ საშუალო სირთულე რაღაცა გართულებული ელემენტები. დავაჯილდოვო და გამოვაცხადო ის გუნდები, რომლებმაც დღეს გაიმარჯვეს. მინდა გამოვაცხადო მესამე ადგილოსანი გუნდი, რომელიც ძალიან მაგრად იბრძოლა, ეს არის ახალქალაქი. ჩვენ გავაგზავნებთ. გაუმარჯოს ესე იგი. ეხლა კი მინდა დაუზახო მეორე ადგილოსან გუნდს, რომელმაც დააკომპლექტა გუნდი ძალიან ძლიერი ბიჭებით ფიზიკურად, ანუ ყველა ნახავთ რა ძლიერები არიან, ამიტომაც მოკლედ დაიკავეს მეორე ადგილი და ეს არის ნინო წმინდა. Становитесь туда, пожалуйста, лодку, да, конечно. И все остальное, я поздравляю эту сильную команду, которая в первый раз сегодня села в лодку и заняла второе место. Поверьте, это непросто. Поздравляю, ребята. До следующих историй встреч. Молодцы. Так держать. Да, хлопа увидим. Дроуром დავაჯილდოვოთ ჩემპიონი გუნდი. გულის სიღრმეში ეჭვი მქონდა და ვფიქრობდი, რომ ესეც დამთავრდებოდა და ეს ჩემი პროგნოზით გამართლდა. ვინაიდან ამ გუნდის წევრები რამოდენიმე წლის წინ იღებდნენ მონაწილეობას დაახლოებით 100 შეჯიბრში და ძალიან მაგრად დიასპარეზეს და აიღეს პირველი ადგილი. მოკლედ, ბევრს არ გავაგზავნებ, ეს არის ასპინძა. არ ჩამოსვლა და მოგესალმებით გილოცავთ დღევანდელ დღეს და დღევანდელი ზეიმი რა თქმა უნდა არ შედგებოდა რომ დღეს არ ყოფილიყავით თქვენად თქვენთან არ გამოგეჩინათ ინიციატივა მე განსაკუთრებით მინდა გადაუხადო მადლობა ყველა გუნდს რომელმაც მიიღო მონაწილეობა ასევე ამ ტურნირის ორგანიზატორებს რომელიც საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს რომ ელემენტარულად არა მარტო სპორტით დაკავდნენ არამედ ერთმანეთთან დაახლოვდნენ დამეგობრდნენ. Этот турнир организован Министерством спорта и юношества Грузии. Это, в принципе, очень хороший турнир, который такого рода провелся в Самскаджавахете. Я думаю, что это хорошее начало, хороший задел. Я думаю, все участники турнира очень довольны. Я думаю, что очень скоро мы проведем еще следующий турнир такого плана. Это были фактически все команды региона.
региональные, 8 команд. В итоге участников было 54, так как к нам еще добавилась команда людей с ограниченными возможностями, которые отлично справились со своей задачей, несмотря на то, что вода была очень экстремальной, очень такой, это я думаю, как бы сигнал всем, что подключались и начинали заниматься спортом и просто жить вот активной жизнью.